თუ 30000 გამომწერზე ავალ აგვისტოს ბოლომდე ამ მანქანას გავათამაშებ. დღევანდელ ვიდეოში გადავიღებთ 3 muscle cars, ძალიან მაინტერესებს ეს მანქანები არასდროს არ ხერხდება შეხება. თუმცა სანამ განაღებას დავიწყებთ, მანამდე მოვედით რა თქმა უნდა Connect-ის ბენზინგასამარცზე, რათა გავავსოთ საწვავით ჩვენი საწვავის მოყვარული ავტომობილები და შემდეგ უკვე გამოგზავნებით დიდგორისკენ. თქვენ კი გამოიწერეთ არხი და არ დაგავიწყდეთ რომ არხის წამგენია კროკო. დღეს სტუმრად ვყავს Dodge Challenger-ი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ჰიდას, რომ დაგვიწმო თავისი skatpack-ი, ძალიან მაგარი მანქანა. ასევე სტუმრად ვყავს წითელი Mustang GT, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება და დიდი მადლობა რა თქმა უნდა გიოს, რომ გვანდო თავისი ავტომობილი და ბოლოს ჩვენი Camaro SS-ი, რომელიც მექანიკაა სხვადასხვა და ეგეც ძალიან ლამაზი ფარია. ამ მანქანისათვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა Zurus. ძალიან მაინტერესებს ეს მანქანები, იმიტომ რომ არასდროს არ მყოლია და სხვადასხვა სპარტის გამოცდილებას არ მაქვს და ძალიან კარგია რომ რამდენიმე მოდელი ერთად მომყავს და live რეჟიმში განვიხილავ მათ. ანუ სხვაობების თანახმად გაცილებით უფრო მარტივია ასე ვიდრე სამსაკერო განვიხილოთ. რაც შეეხება ჩვენს Challenger-ს, ეს გახლავთ 6.4 ლიტრიანი RT მოდელი, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება. ძალიან უხდება სხვადასხვა ეს ამოწეული ჰაერის შემკრები, რომელიც ასე თუ ისე ფუნქციურია და ესე ვთქვათ, ცივი ჰაერის მიწოდებას უზრუნველყოფს ძრავისთვის. Wide body ამ შემთხვევაში ეს კუზაო და ძალიან ლამაზია, მით უმეტეს რომ დაპრინტულია და ესე ვთქვათ უხდება ეს დიზაინი. უზარმაზარი 20-იანი დისკები გვაქვს გამოყენებული Challenger-ზე და აქ პატარა ნიშანი გვაქვს საყვარელი skatpack-ის, რომელიცაც აწერია ასე ვთქვათ ძრავის მოდელი 392. უზარმაზარი დისკები აქვს გამოყენებული, რომელიც 305 საბურავი აყენია წინ და უკანაც მე მგონი იგივე ზომაა. ძალიან უხდება განიერი საბურავები ამ მოდელის, განსაკუთრებით აი ეს, როდესაც ეს დადუტული კრილოები აქვს და wide body არის მანქანა. ჩვეულებრივი Challenger-გან განსხვავებით, ზუსტად ამით განსხვავდება ეს მოდელი და ძალიან მომწონს, ძალიან უხდება. უკანა მხარეს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ფარები აქვს ჩაშავებული, ჩამოქებულია, როგორც წესი ესეთი ფერი არ არის ხოლმე, თუმცა დიზაინში საკმაოდ კარგად ზის და უხდება. ასევე გვაქვს სპოილერი, რომელიც ფუნქციურია თქვა მანქანაზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენიც მე წახვიდე ამ მანქანის 200-ით 300-ით რომ ფუნქციონერი იყოს, ვერ გეტყვით. იმიტომ რომ ეს მანქანები საერთოდ არ არის მაგისთვის. გამშვებ სისტემას რაც შეეხება, ორი ცალი ასეთი მაყუჩი გვაქვს გამოყვანილი, რომელიც ესე ვთქვათ მიერთებულია პირდაპირ მილზე და ფეიკი არ არის, ანუ მაყუშთან ერთად არის გადამული. წამოვარენ ჩავიხედოთ სალონში, იმიტომ რომ ამ მანქანას ამ სამიდან ყველაზე დიდი სალონი აქვს. რაც შეეხება მატერიალებს, ძალიან კარგად არის შესრულებული და სხვადასხვა ძალიან კარგი არის ხელში, გამიკვირდა ამერიკებისგან ესეთი ხარისხი, სავარძლები ძალიან ლამაზი აქვს და კარგად არის შეგრილი, მე თვითონ შიგნითა ფაქტურა სხვა არის და გარეთ ტყავი არის გამოყენებული და ძალიან ლამაზია და კომფორტული ამავე დროს. საჭეს რაც შეეხება, არც თუ ისე ლამაზი, კარგი და ესე ვთქვათ დახვეწილი საჭი აქვს, თუმცა muscle cars უხდება, არ უნდა მოვთხოვოთ ამ მანქანებში რაღაც, არ უნდა მოვთხოვოთ სპორტული საჭი ან რამე ეგეთი, იმიტომ რომ საერთოდ არ არის მაგ კლასის ავტომობილი. ხოლო რაც შეეხება მის ტორპედოს და მოყვანილობას, ძალიან ლამაზია სხვადასხვა და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ არაფრით გადავრთული არ არის. ეს მაჩვენებლებიც ძველებურ სტილში არის გამოყენებული, თავისი ესე ვთქვათ ციფრებით ძალიან ლამაზად ჩანს ეს ყველაფერი და ძველი სტილის ავტომობილს იმეორებს და ძალიან ლამაზია მომწონს. გადამთვლელი ვერგადი ძალიან ორიგინალურია და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ რაღაც ეს მამაკაცურად უნდა გადმოიტანო დეში და ძალიან კაი არის რა და სივრცეც რა თქმა უნდა ძალიან დიდია ამ ავტომობილში. ჭერით შავი არის გამოყენებული და რა თქმა უნდა საერთოდ დიზაინს ძალიან უხდება და უკანა სივრცე სხვადასხვა ამანქანას ისეთი აქვს რომ თავისუფლად შეგიძლიათ იმგზავროთ უკანა საბარძელდაც. ცხვირი სხვადასხვა ძალიან აგრესიული აქვს Challenger-ს და განსაკუთრებით მომწონს ხოლმე, როდესაც აი ფარებში შივაში არის ესე ვთქვათ სივრცე დატოვებული იმისთვის რომ ჰაერი აიღოს ძრავა და ძალიან უხდება და ამას რო დაინახავ ეგრევე ვიხდები რომ ამანქანაში რაღაც დიდი ძრავია მოთავსებული და არ არის 6 ცილინდრიანი. მოდი გადავმოვიდეთ Mustang-ზე, რომელიც უფრო მომრგვალებული ფორმებით არის და როგორც უკვე ხვდებით, განსაკუთრებით რომ მცირე ზომის არის ვიდრე Challenger-ი. რა შეეხება მის დიზაინს, ძალიან დახვეწილია სხვადასხვა და ახალი Mustang-ების დიზაინი ძალიან მომწონს. ეს არ არის ბოლო თაობა, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ კიდე გამოვიდა, თუმცა ეს თაობაც ძალიან ლამაზია. ერთადერთი არაქარხმული ამ შემთხვევაში გვაქვს ქვედა დამატება, ქვედა ტუში, რომელიც მისვაპატრონად დააყენა და ძალიან კარგად უხდება და თქვენობაში დიზაინში ზის. ასევე გვერდზე ხდება უკვე aftermarket დისკები, რომელიც ქარხმული არ არის, მაგრამ ძალიან უხდება ამ ავტომობილს. რაც შეეხება მის კრილოებს, Challenger-ისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ქარხმული კრილოები აქვს როგორც 3 და 6, ასევე უბრალოდ ქარხმული კრილოებს როგორც 6 ცილინდრიანს, ასევე 8 ცილინდრიანს. არაფრით არ გამოირჩევა თუ რამე სხვა პაკეტი არ შეეძინეთ, მაგალითად GTD ან რამე ეგეთი. ხო, რაც შეეხება GT-ს, აქ გვაქვს 5-დან 0, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მანქანაში მოთავსებულია 5 ლიტრიანი Coyote-ის ძრავი. გამოირჩევა თავისი ესეთი სამფრთიან სტოპებით, რომელიც ძალიან ლამაზია და ძალიან მომწონს. სხვადასხვა დიზაინში ძალიან კარგად ზის. სპოილერი, რომელიც რა თქმა უნდა ფუნქციური იქნება მაღალ სიჩქარეზე და გამშვების სისტემა ამ შემთხვევაში გვაქვს
4 ცალი მაყუჩი, სხვათა შორის რესტაილინგებში წამოვიდა 4 ცალი მაყუჩი, თუმცა მანამდე GT-ს 2 ცალი მაყუჩი ჰქონდა, ერთი აქეთ, ერთი იქეთ. ამ შემთხვევაში 4 არის და ძალიან ლამაზია და ძალიან უხდება. აქ დიფუზორთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს დიფუზორიც ფუნქციურია მეტნაკლებად, მაღალ სიჩქარეზე დაასტაბილურებს მანქანას. კლიანობაში შეხედავთ ავტომობილის როგორც წინ, ასევე უკანა მხარეს ძალიან ლამაზია და ძალიან მოწონს. დაგვიწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ ავტომობილის. Mustang-ის სალონიც, რა თქმა უნდა, საინტერესოა, იმიტომ რომ ძველი მოდელის 60-70-იანი წლების მოდელის ელემენტებს იმეორებს. მოდი ნახოთ. მაგრამ დოჯისგან განსხვავებით ის უნდა აღვნიშნო, რომ კარზე, ანუ ისეთი პლასტმასია გამოყენებული, იმ შემთხვევაში გადაკრული იყო ტყავი ან ტყავის შემცვლელი და გაცილებით უფრო კომფორტული იყო ხელში. აქ კი ჩვეულებრივი პლასტმასი გვაქვს. რა შეეხება სავარძლებს, გიოს შეცვლილი აქ მის პატრონეს ეს სავარძლები და არის რეკაროსი, ხალხული არ არის, ამიტომ ვერ ვისაუბრებ სავარძლებზე. საჭეს რა შეეხება, გვაქვს სამქიმიანი საჭეც, რომელიც თითქოს ძველებურ სტილში არის შესრულებული, დამატებული არის უბრალოდ ეს აი ძალიან ბევრი ღილაკები, რომელიც საერთო ჯამში საჭეს ამახინჯებს, მე თუ მკითხავთ და არ გამოვაჩენდი საერთოდ დავად. კლიანობაში კი მრგვალი, ესე ვთქვათ, საინტერესო საჭია, რომელიც მის ძველ სტილს უსვამს ხაზს. ტორპედოს რაც შეეხება, ორი ნაწილად არის გაყოფილი, შუაში გვაქვს ჰაერის ამბერები, რომელიც საკმაოდ კარგად ის დიზაინში და ძველ მუსტანგებსაც ზუსტად ასე ხონდა, ასე რომ ძველ დიზაინს იმეორებს ეს ტორპედო. და კლიმატის მართვის ქვეშ გვაქვს ესეთი ბერკეტები, თითქოს ალუმინის, მაგრამ სიმდელში პლასტმასია, რომელთაც ვაკონტროლებს მანქანის რეჟიმებს. გადმოვინოსოთ უკვე კამაროზე. კამაროს რა თქმა უნდა ძალიან ლამაზად გამოიყურება, ძალიან მომწონს მისი ეს დიზაინი, ეს ვიწრო ფორმები, შეურლეთის ლოგოს, რა თქმა უნდა. ამანქანას დამატება საერთოდ არ აქვს არაფერი, ხალხურ მდგომარეობაშია და ძალიან ლამაზად გამოიყურება. უნდა აღვნიშნო ეს ჭრილები კაპოტზე და ძალიან უხდება სხვათა შორის. დიზაინს რაც შეეხება მთლიანობაში კამაროს დიზაინი ძალიან მომწონს. აქ გვაქვს ძრავის მანიშნებელი 6.2 ლიტრიანი, რომელიც ძალიან უხდება და გვერდზე რომ მომგვები შურნიშაზე ვიღაცას 6 და 2 რო გაქვს ძრავი, მით უმეტეს თანამედროვე მანქანებში. რაც შეეხება ამანქანის დისკებს, როგორც Challenger-ზე, ასევე აქაც 20-იანი დისკები გვაქვს გამოყენებული და საერთო დიზაინში ძალიან კარგად ზის და უხდება ჩემი აზრით ამ ავტომობილს და უნდა აღვნიშნო ასევე სამოხმარო სისტემა, რომელიც Brembo არის ხალხურად გამოყენებული ამ მანქანაში და ძალიან კარგად აჩერებს. ლიანობაში კამერას უკანა მხარეს ძალიან ლამაზია, ეს სპოილერი გვაქვს გამოყენებული, რომელიც დარწმუნებული ვარ ფუნქციურია და მაღალ სიჩქარეზე სტაბილურს ხდის ავტომობილს. ამ შემთხვევაში 4 ცალი მაყუჩი გვაქვს გამოყვანილი ქვევით დიფუზორთან ერთად, რომელიც საკმაოდ კარგად ზის დიზაინში და ხმაც ძალიან მაგარი აქვს ამ მანქანას. ფარები ძალიან ლამაზად არის შესრულებული და ძველი 60-70-იანი წლების კამაროს ხასიათს უსვამს ხაზს. და გადავინოსოთ უკვე სალონში, სადაც შედარებით უფრო ნაკლები ფართია ვიდრე Mustang-ში და Challenger-ში. რა შეეხება მატერიალებს, აქაც ვერ ვიტყვი რომ რამე იზრუნეს ამერიკელებმა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ გაცილებით უფრო ცუდი მასალებია გამოყენებული ვიდრე Challenger-ში მაგალითისთვის. სავარძლებიც რა თქმა უნდა ნაჭრეში გვაქვს შესრულებული, ქარხნული სავარძლებია და არც დიზაინით გამოირჩევა და არც კომფორტით, რაღაც სტანდარტული სავარძელია თითქოს. როგორც კი კამაროში ჩაჯდებით, ეგრევე გძნობთ თავს რაღაც სპორტულ ავტომობილში, თითქოს რაღაც სუპერკარში ზიხართ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ესე ვთქვათ ჯდომის პოზიცია გვაქვს, თითქოს კუზაოსთან ერთად გავერთიანდით, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ესე ვთქვათ ცუდი ხილვადობა აქვს კამაროს მისი შუშებიდან გამომდინარე. აი ხედავთ თუ რა პატარა ფართი არის აქ სხვა მანქანებს თუ შევადრებთ და ასევე წინა ლამაზით საკმაოდ პატარა არის. ვერ ვიტყვი რომ რამე განსაკუთრებული დიზაინი აქვს როგორც საჭეს ასევე მის ტორპედოს, თუმცა ეს ამოშვერილი ესე ვთქვათ ტორპედოს ნაწილი მეტყველებს იმაზე რომ ძველი წლების დიზაინის იმეორებდა ეს ავტომობილი. საჭეს საკმაოდ პატარა აქვს, მინდა აღვნიშნო კამაროსთან და Challenger-თან შედარებით, აქაც მოჭრილია იმისთვის რომ ფეხები თავისუფლად დავატიოთ და ძალიან კარგად ზის ხელში, რაც იმაზე მეტყველებს რომ სპორტულია ეს ავტომობილი. თუმცა მასკლქარი რამდენად ახლოს არის სპორტულობასთან, ამაზე უკვე შედარებით მოგვიანებით ვისაუბრებ, როცა გავავლი ამ ავტომობილით. ეს კამარა გახავთ მექანიკა და ძალიან მომწონს ეგ ფაქტი სხვა შორის. მოდი ვნახოთ სანამ გავივლით ავტომობილებით თუ როგორი ხმა აქვს და რომელი არის საუკეთესო. როგორ ბოხად დაიხო ხა? კარგად გულებს. მეც არა აქ. Challenger soft limiter-ი აქ დაარუშვებს მაღალ ბრუნებზე, თუმცა ლიტრაჟობა მაინც იგრძნობა ამ ხმაში. მოდი განმოვიცოთ უკვე Mustang-ზე და ვნახოთ როგორი ხმა აქვს Mustang-ს. Coyote მაინც სხვა არის. GT-ს ძალიან მაგარი ხმა აქვს, საღოლ არ მეგონა ნამდვილად, იმიტომ რომ Coyote-ს რავი გამოირჩევა ზოგადად ბრუნებით და ხმაც ძალიან მაგარი აქვს. ესეც საინტერესო ხმაზე დაიქოქა. მოგეთ დეციბალების საზომი არ მაქვს, მაგრამ აშკარად კამაროს და Mustang-ს დიდი ხმა აქვს ვიდრე Challenger-ს. თუმცა Challenger-ზე soft limiter-ი მგონი რომ ძალიან დაბალ ბრუნებზე აჩერებს ბრუნს და სიარულში უკვე საინტერესო იქნება. კამაროს ძალიან კარგი ხმა აქვს, მაგრამ ალბათ
მუსტანგის სხვა ჯობია? არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ? დაგვიწერეთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, რომელ ხმას ამჯობინებთ. ეხლა კი უკვე გავიაროთ კამერით. პირველი შეგრძნებით დაკიდება საკმაოდ კომფორტულია და ასე ვთქვათ, მანქანა არ არის ხისტი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ასე ვთქვათ, მართვადია თითქოს, საჭის მექანიზმი ძალიან კარგად მომყვება. გადახრები საერთოდ არ აქვს, სტაბილურად დგას გზაზე. და შეეხება მის ვერვას. ძალიან კაი ხმა აქვს. ცოცხალია. ძალიან კაი სამართავი მანქანაა, მომეწონა, არ ველოდი კამაროსგან ამას. კარობკა ძალიან კარგად იშიფტება, მოხრუჭებით საიმედოდ გამოიყურება ყოველ შემთხვევაში პედალი ძალიან კარგია ფეხში და შესაბამისად თავდაჯერებული ხარ, როცა მანქანას მართავ. ხო, რა შეეხება გადაცემებს, აშკარად ძალიან გრძელი აქვს. მაინც გათვლილი არის ყოველდღიურ სიარულზე და იმაზე რომ მანქანა ეკონომიური იყოს. ძალიან ცოცხალი უკანა მხარე აქვს. ცხვირი იმდენად კარგად უყვევს, რომ უკანა მხარე სულ ცდილობს რომ მოცურდეს. თუმცა შესაბამისად საბურავის არ აყენია უკანა მხარეს ამანქანაზე, შესაბამისად მაინც ცურავს. თვითონ სავალ ნაწილს ძალიან ინფორმატიულია მანქანა და კარგად ფაზლებს ინფორმაციას. მოკლედ ამ მანქანით ტრეკზე ძალიან კარგად გავერთმოდი. მისი ზონა არის დაახლოებით 1700 კილოგრამი, დამოკიდებულია რა თქმა უნდა ოფციებზე. სიმძლავრეც რაც შეეხება 455 ცხენი აქვს, plus 200 მახსოვს. შეიძლება მეშლება ოდნავ მეტია ნაკლები, თუმცა სიარულში იგრძნობა ის რომ საკმარისი აქვს მანქანას და ასე ვთქვათ, თორქიც ძალიან დიდი აქვს დაბალ ბრუნებზე, იმიტომ რომ საბურავების დაბუქსავებას ცდილობს ეგრევე მოსახვევებში. ძალიან კაია ეგ, იმიტომ რომ ამაზე ცოტა აგრესიულ საბურავს დააყენებს, ასე ვთქვათ, განიერს და ნახევრად სლიქს, ტრეკზე შეგვიძლია თავისუფლად გაერთოთ. ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა. არ ველოდი ამერიკელებისგან ამას. ნამდვილად ვერ ვიტყოდი თუ ესეთი კარგი იქნებოდა კამარო. არ მქონია გამოცდილება არასდროს ამ მანქანების და ესე ვთქვათ, პირველად შტაბეჭდილებით საღოლ, ბრავო. უკვე მინდა რომ ეს მანქანა მყავდეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და ოღონდ დაკიდებას დავაყენებდი აუცილებლად და რამე დიდ განიერ საბურავებს თავის დისკებით, რა თქმა უნდა. ახლა კი გადავინახოთ უკვე შემდეგ ავტომობილში და ვნახოთ რა შემოგთავაზებს უკვე მუსტანგი. ელექტრონუშტოი რატო გვაქვს ელექტრონუშტოი? ხო შეიძლება მექანიკური იყოს და უფრო სახალისო იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ არ აუშავს. ავა გრუხუროთ ჩვენი კოიოტი. საკმაოდ კარგი ხმა აქვს, თუმცა აი ავტომატიკის რა გითხრათ, მაგრამ ამ ავტოგას აქვს რა თქმა უნდა S-ი, როდესაც გამოვიდათ S-ში, ასევე გვაქვს რეჟიმები, რომელთაც შეგვიძლია გადავიდონოთ ტრეკის ან სპორტის ან სპორტ პლუს რეჟიმში და შემდეგ უკვე მოცურებაც ეთიშება მანქანას, მაგრამ მუსტანგზე მოცურების გათიშვა ცოტა სარისკოა. იმიტომ რომ ეს მანქანები გამოირჩევიან თავისი, ესე ვთქვათ, ცოცხალი უკანა მხარით. რაც შეეხება თვითონ დაკიდების სისტემას, უფრო რბილია ვიდრე კამაროში, შესაბამისად უფრო კომფორტულიც არის ეს მანქანა, თუმცა ტრეკისთვის ნამდვილად არ იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ ცოტა აგრესიული მანევრირების დროს, აი ხა როცა მოუყვიე, ეგრევე ქანაობა დაიწყო ზარავ, რაც თავდაჯერებულობას გვაკლებს. ყველაფერი საკმაოდ კარგად რთავს. თვითონ ძრავს რაც შეეხება სიმძლავრე მაღალ ბრუნებზე მოაქვს და ეგ ძალიან კარგია, იმიტომ რომ სპორტულობას უსვამს ხას. საკმაოდ კარგად მიდის. რო ავიღოთ ახალი მუსტანგი GTD, რომელიც ნურბურგრინგზე სხვადასხვა ძალიან მაგარ დროში დადის და სულ ახლახანს მოუხსნა Corvette ZR1 რეკორდი და შთამბეჭდავი რო დაწერა ნამდვილად. და სხვადასხვა ის უნდა აღნიშნო რომ Ford-ი, რასაც მოიფიქრებს და ჩაიფიქრებს, ყოველთვის აკეთებს იმას, იმიტომ რომ მაგარი ინჟინრები ყავთ და შეუძლიათ აშკარად კეთება მათ ძალიან კარგი ავტომობილების. მოდი გადავხოთ ნორმალში, ნორმალ მოუდს დავუბრუნდეთ და ვნახოთ თუ როგორია მანქანა ნელი მოძრაობის დროს. რა თქმა უნდა, ჩუმდება, მით უმეტეს რომ გვაქვს დროსელის ჩამკეტი და მაგით შეგვიძლია საერთოდ გავაჩუმოთ ავტომობილი და არ იყოს შემაწუხებელი. თვითონ სავალ ნაწილებს რაც შეეხება კამაროს გაცილებით უფრო დახვეწილი აქვს და ინფორმატიულია შედარებით. ანუ მოსახვეებში ძალიან კარგად მაძლევს ინფორმაციას თუ რას აპირებს ავტომობილი, მოცურებას აპირებს, ან შეიძლება დაისნოსოს ან რაღაცა. მოკლედ, ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებ. ამ შემთხვევაში თითქოს ცოტა მოშორებული ვარ ასფალტს, კარგად ვერ ვზნობ სავალ ნაწილების სად არის, რას აპირებს, ან როგორ არის ესე ვთქვათ მობილიზებული მანევრისთვის, თუმცა რო ვთქვა რომ ესე ვთქვათ ძალიან კარგად ვარ
შესისხორცებული მანქანასთან ეგრე ნამდვილად არ არის. საჭის მექანიზმი ცოტა უფრო ზანტია, ვიდრე კამაროს შემთხვევაში იყო, ცოტას უფრო აგვიანებს რეაგირებას და ამას რა თქმა უნდა ყველაფერს ემატება რბილი დაკიდება. შესაბამისად სპორტული არისო ეს ავტომობილი ნამდვილად ვერ იტყვი. ტრეკთან ალბათ ახლოს არ არის ეს ავტომობილი და ტრეკზე ნამდვილად გაგიჭირდებათ ამით სიარული. ყოველ შემთხვევაში თუ წახვალთ ტრეკზე სიამოვნებას ალბათ ვერ მიიღებთ. ამით ჯობია რომ ისევ ავტომაგისტრალებზე იგაზაოთ, ასე ვთქვათ და მიიღოთ სიამოვნება მისი ხმით. თუმცა Ford-ი გვეუბნება რომ თუ ტრეკისთვის გინდაო, მაშინ GTD იყიდეთ ან 350R, რომელიც ძალიან მაგარია, მართლაც ძრავის ბრუნების სხვადასხვა იმ მანქანას 8500 აქვს და ვერვას რო 8500 ატრიალებ, ძალიან კარგი ხმა იქნება. ესეც ატრიალებს სხვადასხვა ნაკლებს, დაახლოებით 7.5 ტრიალებს და როგორც მებადრონებით რა, თუ გამოვიყენებთ რამე aftermarket ესე ვთქვათ პროგრამას კომპიუტერში, შეგვიძლია 8-ს კი დავადგეროთ. ხმა ძალიან კარგი აქვს და სიმძლავრე სხვადასხვა მაღალ ბრუნებზე მოაქვს. მოკლედ, Mustang-ში ძრავი ძალიან მომეწონა, ყოლოფიც ძალიან კარგია, სწრაფად რთავს და სხვადასხვა მოკლე გადაცემები აქვს და ეს იმაზე მეტყველებს რომ ცოცხალია მანქანა მოძრაობის დროს, თუმცა სავალი ნაწილები და ესე ვთქვათ ძარა არ არის მზად ამ ყველაფრისთვის რა. ეგ ცოტა გამიტყდა. ეხლა კი განავიაროთ უკვე ჩვენს Challenger-ში და ვნახოთ როგორი არის ყველაზე დიდი მანქანა ამ სამიდან. და გადმოვიდოს რომ უკვე Challenger-ში, სადაც უზარმაზარი ფართი გაქვს ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედო, უკანა სხვადასხვა ძალიან კარგი ფართია იმისთვის რომ უკანა მგზავრები ესე ვთქვათ კომფორტულად მოთავსდნენ და პირველი რაც თვალში ხვდება წინ რომ გაიხედავ ეს უზარმაზარი ფარი შემკრები, რომელიც ამოშვერილი არის კაპოტიდან, კაპოტი არის ამოჭრილი და მშვები პირდაპირ ამოდის ზემოთ. ეს რა თქმა უნდა ტრადიციის გაგრძელებაა და ძველ Challenger-ებს 60-იანი 70-იანი წლების Challenger-ებს ასე ჰქონდათ და შესაბამისად მისმა ესე ვთქვათ შემქმნელება, ამ ახალი მოდელის შემქმნელება გაიმეორეს ძველი ტრადიციები, რაც ძალიან მომწონს. სხვადასხვა გაცილებით უფრო მძიმეა ვიდრე Mustang-ი და Camaro, მათი წონები დაახლოებით 1700 კილოგრამის ფარგლებში მერყეობს, გააჩნია რა თქმა უნდა ოფციებს, ხოლო ამ შემთხვევაში უკვე 1950 კილოგრამი არის Challenger-ის წონა. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მანქანას უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრეკთან ახლოსაც კი არ უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ ტრეკზე ამბიციარულს აზრი არ აქვს, ძალიან დიდი წონა აქვს, მაგრამ სიმძლავრეც ოდნავ მეტი აქვს იმ მანქანასთან შედარებით, ამ შემთხვევაში არის უკვე 485 ცხენი ზალა, 6 და 4 ლიტრიანი ვერვასგან, რომელიც არის განუმეორებლად ხმაურიანი, საწვავის მოყვარული და სხვადასხვა ძალიან კარგად მოაქვს სიმძლავრე. რა თქმა უნდა, განაცემები ძალიან გრძელი გვაქვს. ამ შემთხვევაში გამოყენებული არის 8 HP კოლოფი, რომელსაც თუ მანიულში გადავხსავთ, რა თქმა უნდა, შიფტერებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ საჭიდან. რაც შეეხება მის დაკიდებას, რა თქმა უნდა, რომ ძალიან რბილია. მით უმეტეს რომ ამხელა წონას გაუმკლავდი არ არის მარტივი, მაგრამ ერთი რაღაც უნდა აღვნიშნო აუცილებლად. სხვათა შორის მოსახვეებში ეს მანქანა საერთოდ არ ირწევა, ანუ გადახრა საერთოდ არ აქვს. ამას ალბათ იმის ხარჯზე აკეთებს ეს ავტომობილი, რომ ძალიან ძლიერი, ესე ვთქვათ, მშრალი ამორტიზატორები უყენია, სავარაუდოდ, თუმცა ბრავო Dodge-ის ინჟინერებს, იმიტომ რომ ამხელა წონის ავტომობილი რომ მოსახვეებში არ იხრება, მაგის მიღწევა ძალიან რთულია. არ ველოდი ნამდვილად Dodge-ისგან ამას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს Mustang-ზე უფრო კარგი სამართავია. სხვადასხვა სურავს კიდევაც. ბრავო. ძალიან კაია. არ მეგონა ნამდვილად, ვერ ვიტყვი რომ Camaro-ზე კარგია და კარგი სამართავია, ბევრად უფრო Camaro-ზე, თუმცა სამართავად რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, Mustang-ზე კარგად იმართება. მიუხედავად იმისა, რომ წონაშიც დიდი სხვაობაა, თუმცა სიმძლავრეშიც არის სხვაობა და ამას ოდნავ მეტი აქვს ვიდრე Mustang-ს. ყოველდღიურობაში ეს მანქანა ძალიან კარგი იქნება, იმ ხრივ რომ სიარულის დროს ძალიან კომფორტულია, რბილია და მოსახვეებში არ ირწევა და არ ირხევა, თუმცა პარკინგებზე ალბათ ყველგან პრობლემა იქნება, იმიტომ რომ მოცულობით გაცილებით დიდია ვიდრე Mustang-ი ან Camaro. თუმცა თუ შაბათ-კვირისთვის ყავთ ეს ავტომობილი, ან შორგზაზე გიძებთ ხოლმე გადაადგილება, მაგ შემთხვევაში იდეალურია. ძალიან კომფორტული სავარძლები აქვს, შესაძლოა ძალიან დიდი ზომის. სალონი ცალსახად ყველაზე დიდი აქვს ამ ავტომობილსაც, ძალიან კომფორტულია. სიარულის მხრივ, სიარულში გულისხმობ იმას, რამდენად მართვადია მანქანა და რამდენად კარგად აღიქმება საფარი, თუ როგორ მოძრაობს ავტომობილი. მაგ შემთხვევაში პირველ ადგილზე დავაყენებ აუცილებლად Camaro-ს, იმიტომ რომ მოლოდის გადააჭრება და ძალიან კარგი სამართავია. მეორე ადგილზე უდავოდ იქნება Challenger-ი, იმიტომ რომ ძალიან კაი სტაბილურობა მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა წონა აქვს, მაინც კარგად იმართება ავტომობილი, თუმცა წონას და ფიზიკას ვერსად ვერ გავეცევით, შესაბამისად ვერ ვიტყვი, რომ Camaro-ზე უკეთესია.
და მესამე რიგზე დავაყენებ, რა თქმა უნდა, Mustang-ს სიარულის მხრივ, რადგან ძალიან ესე ვთქვათ, ცუდი სტაბილურობა მოახდინა, ძალიან ქანაობს ზედმეტად მოსახვეებში თითქოს კარგად ვერ უჭირავს თავი და სავალი ნაწილები არც თუ ისე კარგად აქვს დახვეწილი მაღმახანას. ცოტა ხელის შევლება ჭირდება, ან შედარებით უფრო აგრესიული მოდელი უნდა შეიძინოთ ალბათ Mustang-ი. და შევაჯამოთ ჩვენი ვიდეო. მოგლეთ რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო და მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რომელია საუკეთესო მასკულქარი. ამაზე პასუხი რა თქმა უნდა გამიჭირდება, იმიტომ რომ ყველა ავტომობილს თავისი ხასიათი აქვს. შესაბამისად, ყველას ყავს თავისი მომხმარებელი და ესე ვთქვათ თავისი ისტორიები აქვს. ჩემთვის პირადად როგორც ასეთი ყველაზე მეტად კამაროს ხასიათი მომეწონა, იმიტომ რომ ძრავი ძალიან კარგად იმართება და ასევე კოლოფიც და მოგლეთ ფლიანობაში სავალი ნაწილი იმდენად კარგად დადის მანქანის რომ ტრეკზე სიამოვნებით გამოვიყენებდი მანქანას და გამოვუმჯობესებდი და მოგლეთ კარგი ვარიანტი იქნებოდა ტრეკისთვის, თუმცა მასკულქარები ტრეკისთვის ნაკლებად არიან. შესაბამისად, თუ მასკულქარი მინდა, ალბათ მაინც უფრო ჩელენჯერს ავიღებ. მისი მატერიალებიდან გამომდინარე, სალონში ესე ვთქვათ, ძალიან კარგი მატერიალებია გამოყენებული, კომფორტულია მანქანა ძალიან და დახვეწილია, მაგრამ ერთადერთი ის მაშინებს ჩელენჯერის შემთხვევაში, რომ ძალიან დიდია მოსულობით და ყოველდღიური გამოყენება ალბათ მაინდა-მაინც სახარბიელო არ იქნება ავტომობილის. ამიტომ მივედით Mustang-თან. Mustang-ს თითქოს ორივე გაერთიანებული აქვს, სპორტულობაც აქვს, ხმაც ძალიან კარგი აქვს. სალონშიც მეტნაკლებად ვერ ვიტყვი რომ თქვათ ჩელენჯერებით კომფორტულია, თუმცა კამაროს აღკარად ჯობია სალონის მატერიალებით და უფრო კომფორტულ შეგრძნებებს მაძლევს. მით უმეტეს რომ ზომით შედარებით უფრო ვიწროა და მოძრაობაშიც კომფორტული იქნებოდა. არ ვიცი, რომელს ავიღებდი მაინც ალბათ უფრო კამაროს დაუბრუნდებოდი, რადგან ბოლელი ვარ და მიყვარს ავტომობილი, რომელიც კარგად სამართავია, თუმცა თქვენ დაგვიზარეთ თქვენი აზრი, რომელზე ფიქრობთ, რომ არის საუკეთესო მასკულქარი ამ თაობებში. არხის გამოწერა რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ, რადგან აგვისტოს ბოლომდე თუ ავალთ 30 დღეს გამომწერზე, გავათამაშებ ჩემს S60-ს. ასე რომ მე მგონი ძალიან კარგი შანსია ყველასთვის. და კიდევ ერთი რაღაც უნდა აღვნიშნოთ წინა ვიდეოში, როდესაც ყოფდა ცნობილები დრიფტის ეპიზოდი, მან უნდა დაწეროთ კომენტარები, რათა ავარჩიოთ 3 გამომწერი ჩვენი, ესე ვთქვათ, ვიდეოსთვის. და ამ 3 გამომწერს აუცილებლად ვასწავლეთ დრიფტს, ასე რომ გადადით იმ ვიდეოზე, დაწერეთ კომენტარი მინდა დრიფტი, დაალაიქეთ აუცილებლად და ძალიან მალე ავარჩევთ 3 გამომწერს. დაგვიწერეთ, რომელი იქნება თქვენთვის საუკეთესო მასკულქარი ამ თაობებში. ძველ თაობებში საინტერესო იქნებოდა თუ მოვიძიე საქართველოში ძველი მოდელები 60-70 წლების, აუცილებლად გადავიღებ. ამით დაგემშვიდობებით, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, დაალაიქეთ ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.